ხელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი შეგვეციოს ყველას ზეციური უხორცო ძალები მათი მეოხებით მათი შუამდგომლობით ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენ ყველა შეგვიწყალოს უსალმო მათი ლოცვით გილოცავთ დღევანდელ დღეს მოხსენებული წმინდანების ხსენებას შეგვიციოს ყველას მოწამე მამა იოანე მარკელი და მათი მეოხებაც შეეციოს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ დედა ეკლესიას მოდით ეს მოვისმინოთ სახარება რომელიც დღეს იკითხება მართლმადიდებლურ ტაძრებში მსახურებაზე ეს არის ეპიზოდი მარკოზის სახარების მეხუთე თავიდან 24-34 მუხლედია ეს და რომელიც ეს ეპიზოდი შეეხება სისხლმდინარე დედაკაცის განკურნებას სანამ უშუალოდ ტექსტს განმარტებაზე გადავალთ იქამდე რა თქმა უნდა ტექსტი მოვისმინოთ და შემდეგ უკვე შევუცადოთ რომ განმარტოთ და წარვიდა იესო მისთანა და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაუღებდეს მას და დედაკაცი ვინმე იყო მუნ რომელი იყო წყაროითა სისხლისათა გვემულ 12 წელი და ფრიად ვნებული იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არაი სარგებელი იყო არამედ უფრო ისად უძვირესად მოუხდა დავით არცა ესმა იესოისთვის მოუხდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა რამე თუ იტყო და გულსა შინათვისა დაღა თუ სამოსელსაოდენ მისსა შევეხო ცხონდე დავით არცა შეეხო მეხსოულად განხმა წყარო იგი სისხლისა იმის და ცნა ხორცთაგან რამე თუ განიკურნა გვემულებისაგან ხოლო იესო გულისხმა ხო მეხსოულად თავით თვისით განსრული იგი ძალი მისგან მოიქცა ერისა მის და თქვა ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას ხედავ ერსა ამას რამე თუ შეგაჭირობენ შენ და შენი ტყვი ვინ შემახო და მიმოხედვი და რაითა იხილოს რომელმან ესეყო ხოლო დედაკაცს ამას შეეშინა და ძრწოდა უწყოდა რა იგი იქნა მიზედა მოვიდა და შეუვდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი ხოლო თავად მან თქვა მას ასულო სარწმუნოება მან შენმან გაცხონა შენ წარვედ მშვიდობით და იყავ შენ ცოცხალ გვემულებისაგან შენისა ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ანუ ვიდრე მოხდებოდა შეხვედრა დედაკაცისა მაცხოვართან, ცოტა ხნით ადრე მაცხოვარმა სარწმუნოებაზე მოაქცია მათე მეზვერე, შემდგომში უკვე მოციქული მისი და მახარებელი და აი ამ ეპიზოდამდე ჯერ კიდევ მათე მახარებლის სახლში იგი იყო სტუმრად და მაგიდასთან ისწრენ ასე თქვა სატრაპეზოდ და აი ამ დროს შემოდის მასთან სინაგოგის მთავარი სახელად იაიროსი და თხოვს რომ მისი 12 წლის ასული რომელიც სიკვდილის პირას იყო მისული განეკურნა. რა თქმა უნდა მაცხოვარი ამ ყველაფერზე თანხდება, იგი დგება მიყვება იაიროს, მაცხოვარს მიყვებიან მისი მოციქულებიც და ასევე ის ხალხი, ვინც მათთან იყო შეკრებილი ამ წუთას იმ პერიოდში და აი ეს იმდენ ისე ბევრი იყო ეს ადამიანი, ამ ადამიანთა სიმრავლე ყველა მხრიდან ასე თქვა დავიწროდნენ მაცხოვარს, ეს იყო მათი ცნობის მოყარეობის და გამომდინარე, იმიტომ რომ აინტერესებდათ რას იზავდა მაცხოვარი, რას უზავდა ამ მომაკვდავ პატარა ყრმას და აი ამის გამო მიყვებიან და სწორედ აი ამ ასე თქვა შევიწროებაში ამ ხალხის მხრიდან ერთ-ერთი ადამიანი, დედაკაცი, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა სისხლის დინებით, ასე თქვა, მასთან მიდის ჩუმად და ეხება მისი სამოსლის, ასე ვთქვათ, კალთას, წვერს და იკურნება თავისი სნეულებისაგან. ბევრი დაეთმევა ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, როგორც ტექსტიდან ნახეთ, ბევრი იარა ექიმებში, რაც კი მონაგები, რაც კი დანაზოგი ქონდა, ყველაფერი დაახარჯული ქონდა, მაგრამ ვერანაირი შრომა ვერ ნახა, ვერანაირი შედეგი ვერ იყო ამ ექიმებში სიარულიდან და როგორც კი მოისმინა იესო ქრისტეზე ამ სნეულებით გამწარებულმა ქალმა, გადაწყვიტა მისული ღვთაებრივ კურნავთან და თავიდან რა თქმა უნდა ვერ გაბედა თავისი სიმორცხვის გამო, რომ პირდაპირ ეთხოვა უფლისთვის თავისი ასე ვთქვათ სატკივარის განკურნება, თავის დაავადების განკურნება, ვერც მისი შეჩერება გაბედა და ვერც ასე ვთქვათ უფლის ხელთან შეხება. მხოლოდ ზურგიდან მოახლოვდა ასე ვთქვათ ჩუმად, უდიდესი რწმენით და კრძალულებით შეუჩნებლად შეახო ხელი მისი სამოსლის კალთას და იმ წუთასვე განიკურნა.
და რა თქმა უნდა ეს იყო მისი სარწმუნოებიდან გამომდინარე მას განსაკუთრებულ სიწმინდედ მიიჩნევდა მაცხოვრის კალთას, ზოგადად მაცხოვარს და აი იოანე ოქრო პირიქით სვავს ესეთ კითხვას, რატომ არ მივიდა ქალი მაცხოვართან თამამად და რა თქმა უნდა იქვე პასუხობს, იქვე იძლევა პასუხს, იმიტომ რომ მას თავისი ავადმყოფობისას ცვენოდა და თავს უწმინდურად მიიჩნევდა. ეს ავადმყოფობა ჯურის მიხედვით მართლაც უწმინდურად მიიჩნეოდა. ამიტომაც იმალებოდა და იფარავდა თავს სისხლმდინარე დედაკაცი. ამასთან მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სათანადო და სრულყოფილი ცოდნა იესოს შესახებ. ანუ მას უბრალოდ ადამიანი და კურნალი ეგონა და არა გამკაცებული ღმერთი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ იფიქრებდა, რომ მისგან დამალვა შეძლებდა. ეს ქალი მიდის იესო ქრისტესთან, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ იგი ყველას კურნავდა და ახლაც გარდაცვალების პირას მყოფი გოგონას განსაკურნებად მიდიოდა. ქრისტეს სახლში მიპატიჟება მან ვერ გაბედა, ვერც ის შეძლო მასთან აშკარად მისულიყო, არამედ მხოლოდ ფარულად რწმენით შეეღო მის დასაცმელს. იგი არ ეჭვობდა და არ ეუბნებოდა თავის თავს, განვიკურნები თუ არ განვიკურნები, არამედ მიახლა მას მტკიცე რწმენით, რომ გამოჯამთელებულიყო. იგი თავის გულში ამბობდა, შეხოლო თუ ვეხო სამოსელსა მისავს ხონდე, ანუ შევეხები თუ არა მის სამოსელს განვიკურნები. იგი ხედავდა, რომელი სახლიდან გამოვიდა მაცხოვარი, ეს იყო მათე მეზვერის სახლი, როგორც მოგეხსენებათ, მეზვერები იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე მოძულებული კასტა იყო ჩვეულებრივ ხალხში და არ უყვარდათ, ყველაზე დიდ ცოდვილებად ითვლებოდნენ გარკვეული მიზეზების გამო. ასევე ხედავდა, ვინ მიყვებოდა მაცხოვარს, მიყვებოდნენ ცოდვილი ხალხი და ასევე მეზვერები. და ზუსტად ამან გააღვივა ამ ადამიანში, ასე ვთქვათ, რწმენა და იმედი იმისა, რომ ის განიკურნებოდა და სწორედ ამიტომ მიახლა ესე რწმენით და შეაყო მის სამოსელს ხელი. და რა ქნაურობს ქრისტე. მან არ მოისურვა, რომ ქალი შეუმჩნეველი დარჩენილიყო და გამოაშკარავა იგი. რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზები გააჩნია. ზოგი უმეცარი ადამიანი თვლის, რომ მაცხოვარმა ეს გააკეთა მისი პატივმოყვარეობის გამო და ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. აბა რა არის მიზეზი, რის გამოც მაცხოვარმა ინება და ეს ქალი გამოაშკარავა. პირველ რიგში ის არის მიზეზი, რომ ის მან შიშისაგან გაათავისუფლა, რადგან სინდისისაგან არ ყოფილიყო მხილებული, როგორც მადლის მიმტაცებელი და შემდეგ უკვე ცხოვრება თავისი ტაჯვაში არ გაეტარებინა. მეორე, გამოასწორა იგი, რადგან იგი ასე ვთქვათ დამალვას ცდილობდა. მესამე, ყველა საჩვენო მისი რწმენა, ანუ გამოაშკარავდა მისი რწმენა, რათა სხვებსაც მისთვის მიებაძა და ბოლოს ქალის მაგალითით სინაგოგის მთავარი გამოასწორა, რადგან მას იოლად შეეძლო რწმენა დაეკარგა და ამასთან ერთად ყველაფერიც აი ამ პერიოდში, როდესაც ეს ხალხი აურობდა და ამ ქალთან ჰქონდა ეს კონტაქტი მაცხოვარს, ასე რომ ვთქვათ, სწორედ ამ დროს მოდიან იაიროსთან მისი თანხლებები და ეუბნებიან, რომ ნუ შეაწუხებ მოძღვარს, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი უკვე გარდაიცვალა. და რა თქმა უნდა, ბუნებრივი იქნებოდა, რომ იაიროსი ამ დროს რწმენიდან გადადრეკილიყო და სწორედ აი ამ ქალის მაგალითით, ამ ქალის გამოაშკარავებით გარკვეულწილად იაიროსაც ანუგეშებს და იაიროსაც რწმენაში აძლიერებს მაცხოვარი. აი ამ მიზეზით ააშკარებს უფალი ქალს და ეუბნება, ნუ გეშინი ნასულო. ქალი შიშით იყო მოცული, რა თქმა უნდა, მას შეეშინდა, რომ ესეც ჩუმად დაუკითხავად ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა და იმიტომ დაამშვიდოს ეს ქალი, ეუბნება მაცხოვარი, ნუ გეშინი ნასულო, ანუ უკვე ასულად უწოდებს მას თავისი, ასე ვთქვათ, რწმენის გამო. შემდეგ კი აქებს მას და ეუბნება, შენმა სარწმუნოებამა გაცხოვნა შენ. აღსანიშნავია, რომ ქრისტე მაშინვე კი არ ასე ვთქვათ ააშკარავებს ამ ქალბატონს, არამედ ჯერ კითხულობს, თუ ვინ შემახო მე ხელი. რა თქმა უნდა, მაცხოვრმა ყველაფერი კარგად იცის, ვინ შეეხო, მაგრამ მაინც კითხულობს და როდესაც მოციქულები პასუხობენ, რომ ამდენი ხალხია და შენ კითხულობ, ვინ შემახო ხელი, მაინც დაჟინებით კითხულობს მაცხოვარი, ვინ შემახო მე, იმიტომ რომ ვიგრძენი ძალით შენგან გასული. და ეს იმისთვის როგორც მოგახსენეთ, იმისთვის აკეთებს, რომ ქალს ნებაყოფლობით ეღიარებინა თავისი საქციელი. მაცხოვრო მაშინვე არ გამოაშკარავა იგი, რათა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი იცის და დაერწმუნებინა ეს ქალბატონი დედაკაცი, რომ ნებაყოფლობით მოეთხოვ ყოველი და განეცხადებინა მომხდარის შესახებ, რადგან თავად მაცხოვარს რომ ეთქვა ეს ყველაფერი, რომ შეიძლება ვინმეს არ დაეჯერებინა და ასე ვთქვათ,
არ ყოფილიყო დამაჯერებელი ხალხისთვის და სწორედ ამიტომ ხდება ის, რომ თვითონ ამ ქალს აიძულებს, ასე რომ ვთქვათ, მაცხოვარი რომ აღიაროს ის, რაც გააკეთა. და იოანე ოქროპირი ამ მის შესახებ ასეთ შედარებას აკეთებს. ხედავ ქალის უპირატესობას სინაგოგის მთავართან შედარებით. მან ქრისტე კი არ დაიჭირა და არ შეაჩერა, არამედ მხოლოდ თითის წვერებით შეეხო მის ტანსაცმელს და ბოლოს მოსული პირველი წავიდა განკურნებული. სინაგოგის მთავარმა თვით მკურნალი მიიყვანა სახლში. ამ ქალისთვის კი ერთი შეხებაც საკმარისი აღმოჩნდა და თუმცა იგი შეკრული იყო ავადმყოფობით, რწმენა აღაფრთოვანებდა და განაძლიერებდა მას. ნახე, როგორ ამშვენებს მას მაცხოვარი. სარწმუნოება მან შემან გაწყונה შენ. იგი ასე უბნება, რადა სინაგოგის მთავარს რწმენა გაუბრუნოს, ქალი კი შეაქოს და სიხარული მიანიჭოს, რაც ჯანმრთელობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის, რომ ქრისტე ამას არ აკეთებს, თავისი, ასე ვთქვათ, პატივის გამო და სახელის მოსახვეჭად, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამ სასწაულამდეც აღასრულებდა სასწაულებს და ამ სასწაულის შემდეგაც განზრახული ჰქონდა, რომ უფრო დიდი სასწაულები არ ესრულებინა. შესაბამისად, მას არ ჭირდებოდა არავისგან პატივი, ისედაც განცხადებული იყო თუ ვინ იყო იგი. უბრალოდ ქალი აი ამის გარეშე, რა თქმა უნდა, ქრისტეს შეწევნის გარეშე ვერ გახდებოდა ცნობილი, ასე რომ ვთქვათ. და დიდებაც მოაკლდებოდა. ამიტომ უფალმა გამოაშკარავა იგი, შეაქო, შიშსაგან გაათავისუფლა, გაამხნევა და მიანიჭა სხეულის ჯანმრთელობა, უთხრა: ვიდოდე მშვიდობით, სარწმუნოება მან შემან გაწყონა შენ. ღმერთი შეგვეწიოს და ღმერთმა მოგცეს ძალა აი ამ დედაკაცისამებრი სარწმუნოებისა. ჩვენთან არს ღმერთი.